პროტესტის მეოცე დღეა საქართველოში და პროცესი, რომელმაც დღისით გადმოინაცვლა. ჩვენ უკვე მრავალი დღეა თვალს ვადევნებთ სხვადასხვა პროფესიულ მარშს. დღეს გაიმართა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საპროტესტო მარშიც, მათ შეუერთდნენ სტუდენტებიც, ტურიზმის სფეროს სხვა წარმომადგენლებიც. ტურიზმი ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრია, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს აერთიანებს, ამასთან ევროპისგან დაშორება და ვექტორის მოსკოვისკენ გადახრა ყველას თანაბრად აზარალებს. მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის შესახებ დღეს აქციებზე ბევრჯერ ისაუბრეს. კრიზისიდან გამოსავლად კვლავ დასახელდა ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ნანო ჩაკვეტაძე მუშაობს დილიდან ამ თემაზე, ის გვერდდება პირდაპირ ეთერში მორიგი აქციიდან, თვითონ გვეტყვის მეც ნანო გისმენთ. დიახიერთდებით რუსთაველის გამზირიდან, სადაც მსვლელობა, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან დაიძრა, სწორედ მოვიდა პარლამენტთან ცოტა ხნის წინ. აქ შეკრებილები არიან სწორედ ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მითხარი, ვინ არის შენი ტურისტი და გეტყვი, ვინ ხარ შენ. საქართველოს ადგილი ევროპაშია. ასეთი პოსტერებით არიან აქ მოსული ადამიანები, რომლებიც უკვე წლებია მუშაობენ ამ მიმართულებით და ლაპარაკობენ ღიად. უკვე რახანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეჟიმმა დაანონსა მინიმუმ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის შეწყვეტა, რომ ეს ერთ-ერთ პირველ ნაწილში, პირველ ეტაპზე დააზიანებს სწორედ მათ სფეროს. მე შევეცდები ახლა ერთ-ერთ მონაწილეს გავესაუბრო აქციის. თავარ გამარჯობა. გვითხარით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენი სფეროს სახელით თუ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ლაპარაკი ვთქვათ. როგორ დააზარალებს თქვენ სფეროს ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტა, დავიწყოთ ამით და რატომ დგახართ აქ? ეს არის დროშა, ვიდა კიდევ ერთხელ თქვენს ეთერშიც ნათელი იყოს, რომელიც მართლმა გუნდმა გამოიყენა საარჩევნო კამპანიისას და დაპირება იყო ის, რომ ჩვენ ვივლიდით ევროინტეგრაციის გზით და გავხდებოდით ევროპული დიდი ოჯახის წევრი. ჩვენ 28 ნოემბერს შევიტყვეთ, რომ თურმე საშინაო დავალება გვაქვს საკეთებელი. ჩვენ საშინაო დავალება შევასრულეთ. ჩვენ ვართ ბიზნესის წარმომადგენლები, იმ დოვლათის შემქმნელები, რომელზეც საქართველოს ეკონომიკა გარკვეულწილად დგას. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვისითაც ამაყობდა საჯარო სექტორი, ვისთან თანამშრომლობითაც, ვისი ხელშეწყობითაც ვაპირებდით გვევლო პროგრესისკენ. დღეს აშკარად ხედავთ, რომ 4 დეკემბრის შემდეგ, მაშინ, როდესაც პირველად გავაპროტესტეთ მიმდინარე მოვლენები, პროგრესი არ არის. ისმის იგივე წუხილები, არის იგივე პრობლემები, დაკავებული არის უამრავი ადამიანი უკანონოდ, ბიზნეს და ნამდვილად დიდი საფრთხე ემუქრება ტურიზმის ბიზნესი, იმიტომ რომ ყველაზე მოწყვლადი ინდუსტრიაა. ქვეყნის იმიჯის შელახვა ავტომატურად აისახება სასტუმროების ჯავშნებზე, გიდების მუშაობაზე, ტურისტული კომპანიების მუშაობაზე, პარტნიორ ორგანიზაციებთან მუშაობაზე, იმ სტრატეგიულ ქვეყნებზე, რომელზეც ვაკეთებთ აქცენტს, სადაც ვცდილობთ ქვეყანა გავხადოთ პოპულარული, მოვიზიდოთ ტურისტები. აბსოლუტურად აუგად არიან ეს ქვეყნები მოხსენიებული მართველი რგოლის მხრიდან. ეს ისეთი დიდი შეცდომებია პოლიტიკური, რომელსაც მე თითოეული ადამიანი, მოქალაქე, რომელიც ჩართულია ქვეყნის აქტიურ ცხოვრებაში, რომელსაც სურს, რომ გადაიხადოს გადასახადები, ქვეყნის ბიუჯეტში თავისი წვლილი შეიტანოს. ამ დროს დგას მართველი გუნდი და ასე თვალში ნაცარს აყრის ამდენ ადამიანს და ეუბნება, რომ კი 2026-ში, 2030-ში ხალხო, ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, დღეს ვცოცხლობთ, დღეს უნდა შევქმნათ ყველაფერი ის, რაც შემდეგ თაობებს გადაეცემა. დღევანდელი დაშვებულ შეცდომებს ექნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, როგორიც არის გადადექი. ყველა პასუხი უნდა აგოს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც იღებენ. პოლიტსაბჭოს წევრები არიან ჩვენი სფეროს მართველი ადამიანები, მართველი რგოლი და კეთილი ინებოს ეკონომიკის სამინისტროს, რომელსაც ჩვენ მოუწოდეთ, რომ ქონოდა კონსტრუქციული დიალოგი. არავითარი ნაბიჯი არ გადაიდგა ამ ხრივ. პროტესტი გაგრძელდება. ეს არიან ადამიანები, რომლებიც კარგავენ ყოველდღიურ სარჩოს. ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც ვართ დამხმარე ორგანიზაცია. საჯარო და კერძო შორის დონორებთან პარტნიორი ორგანიზაცია. დღეს აქ დგომა ნიშნავს საკუთარი ხმის ამოღებას. ხალხო, არ ვართ იმ რეჟიმში, არ ვართ ის ქვეყანა, სადაც წყალს ჩავიგუბებ და უბრალოდ ვერტიკალურ მართლობას ვეტყვით, რომ კი წაგვიყვანე რუსეთში და კი წაგვიყვანე ჩრდილოეთ კორეაში. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის შეხვდა ბიზნესებს, რომლებიც გამოთქვამენ პრეტენზიებს, მათ შორის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც ითხოვენ ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას, ის პირდება ბიზნესებს, რომ მაქსიმალურად შეუქმნის მათთვის კომფორტულ მინიმუმ მოსახერხებელ გარემოს. თქვენ თუ გჯერათ რეჟიმის პრემიერის ამ დაპირების და რას ეთხოვდით მას? დღეს დეკემბრის შუა რიცხვებია.
28 ნოემბრის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. ბიზნესი ადამიანებისგან შედგება, თუ მცემ, მაწამებ, დამიჭერ, დამაპატიმრებ, დამაშინებ და დამემუქრები, მე ბიზნესზე აღარ ვლაპარაკობთ. მე ვლაპარაკობთ საერთოდ არსებობაზე, საერთოდ უსაფრთხოებაზე და საერთოდ იმის უფლებაზე, რისი უფლებაც კონსტიტუციამ მოგვანიჭა და რა უფლება აქვს მმართველ რგოლს ხალხს წაართვას კონსტიტუციური უფლება. ამაზე თუ ვინმე გამცემს კონსტრუქციულ პასუხს სიამოვნებით მოვისმენდით. დიდი მადლობა. თქვენც გითხავთ თუ შეიძლება გამარჯობა. კახაკალაძემ დღეს თქვა რომ თითქოს ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა ტანსაცმელში ჩაცმულები დადიან სხვადასხვა მარშზე და ასეც ცდილობენ თქო გააბევრონ ეს აქციები. რას ეთყოდით კახაკალაძეს, რას უპასუხებდით ამ ბრალდებებს? ვთვლით ხო თან გზაში. ძალიან მარტივ პასუხს ვეტყვი. ეხლა მე ტურიზმის მსვლელობაში ვიყავი და შვიცარიაზე იწყება ისტორიკოსების მსვლელობა. იქაც წავდი, იმიტომ რომ მე ისტორიკოსი ვარ ჯერ და მე მოვედი ტურიზმის სფეროში. თუმცა არათემატურ მსვლელობებში არასოდეს არ მიგვიღია. ყოველ შემთხვევაში აქ რო საუბრობდით, აი ამ განცხადების მერე აღმოვაჩინეთ, რომ არავინ არ დადის არათემატურ მსვლელობებში. და აი აქ ერთი რაღაცის დაზუსტება მინდა. ეხლა ხედავთ ბანერს, ეს ბანერი გავაკეთეთ იმის აღსანიშნავად, რომ ტურიზმი მხოლოდ ბიზნესი არ არის. ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკის ნაწილი. ტურიზმი არის ის საშუალება, რითიც ქვეყანა ურთიერთობს იმ ქვეყნებთან, ვისთანაც ჭირდება პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება. და რო ჩახედოთ ახლა საქართველოს შემომყვანი შემოსული ტურისტების სტატისტიკას, აი გაოცდებით მართლა რა კონტინგენტზე გავდივართ და ვისთანა გვაქვს ურთიერთობა. ასე რომ ჩვენ ჭირდება უფრო გაცილებით მაღალი ტურიზმის ხარისხი და უფრო მეტი განვითარება ინფრასტრუქტურული და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული მიმართულებით, მაგრამ აი ამ მდგომარეობაში 12 წელი რო ვაცალეთ ამ ხელისუფლებას და აი ისევ რა ვიცი ინერციით მოვედი და ახლა სრულიად გაჩერებული არის ინდუსტრია. რა ვიცი რა ილუზიებს ქმნიან კიდე არ ვიცი. ასე რომ ხო, შეიძლება გაუკეთდეს ვიღაცებს, მაგრამ ამ ქვეყანაში ერთი პროფესიით მუშაობა ძალიან ძნელია. ასე რომ ნუ უკვით რა, ბევრ განავართ და ყველგან ვიქნებით საქართველოსა და საქართველოს ინტერესია. მადლობა. აქ სტუდენტებიც არიან შეკრებილები, რომლებიც მსვლელობით მოვიდნენ პარლამენტთან და შეუერთდნენ სწორედ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს. გამარჯობა. სამხატვრო აკადემიას წარმოადგენთ, თუ არ ვცდები, მხატვრები ხართ. გვითხარით, რატომ არის მნიშვნელოვანი სტუდენტების ჩართულობა ამ უწყოთ პროტესტში? თქვენ გაფიცულები ხართ, მე მგონი უარს ამბობთ შეხვიდეთ აუდიტორიებში და აქ მოუწოდებს სხვებსაც რომ გააკეთონ იგივე. გვითხარით, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი და მოთხოვნები? ჩვენ გაზაფხულის შემდეგ ვართ აქტიურად პროცესებში ჩართული, იქიდან გამომდინარე, რომ ვიაზრებთ ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ სტუდენტები ზუსტად ვართ ის მომავალი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალია და ჩვენ უნდა ვიდგეთ ახლა ამ პროცესების სადარაჯოზე და უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გულისხმობს ერთ-ერთი სწორედ გაფიცვას, იმიტომ რომ ჩვენ გაფიცვით ბევრი რაღაცის შეცვლა შეგვიძლია, ეს ჩვენა ისტორიამ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვიცით რომ მე-13 საუკუნიდან იღებს სტუდენტური გაფიცვების ისტორია სათავეს და მას შემდეგ სტუდენტურ გაფიცვებს ძალიან ბევრი რამ შეუცვლია. ამიტომ გვჯერა ამ გამოცდილების, გვჯერა ევროპული გამოცდილების, იმიტომ რომ სტუდენტური გაფიცვების ერთ-ერთი სერიოზული ცენტრი ყოველთვის იყო ევროპა და ამიტომ ვუერთდებით და ჩვენი მოთხოვნაც ცხადი არის ის ახალი არჩევნები და ასევე გათავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების და მოუწოდებთ ყველას, იმიტომ რომ ჩვენი აუდიტორიები არის ახლა აქ და აქ უნდა ვისწავლოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ. მე დაგეტოვებთ კადრს, აქ საპროტესტო აქცია პარლამენტთან გრძელდება, თუმცა პროფესიული მარშები, მსვლელობები დღეს ამით არ ამოწურულა 19 საათზე საუნივერსიტეტო საზოგადოება შეიკრიბება ილიას უნივერსიტეტთან, პარალელურად კი ასევე 19 საათზე ისტორიკოსების მარში გაიმართება და დაიძრება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან. მადლობა ნანო ჩაკვეტაძემ, გვიანბოდა გვაჩვენა რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე.